Მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის სმენელს და მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს მოგახსენებთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს. საუბარი 28 აგვისტოს და 3 სექტემბრის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. პირებში კოსმიური, ასე ვთქვათ, ტურბულენტური რთული სიტუაცია გრძელდება ამ კვირაში. ამის შემდეგი კვირიდან დაიწყება უფრო სასიკეთო ტენდენციების პერიოდი, მაგრამ ეს კვირა ასევე საკმაოდ დაძაბულია, დედამიწა ისე უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დისჰარმონიული ენერგიები კოსმიური იჩენენ თავს, რაც შექმნის უფრო მეტ კონფლიქტებს, მეტ გაუგებრობებს, მეტ სირთულეებს მათ შორის ურთიერთობებში, ჯანმრთელობის კუთხით, რაც ითქვათ, ცოტა მეტ ყურადღებას ყველასგან. ამიტომ აქ მოვერიდოთ ყველანაირ კამოც, ყველანაირ დაპირისპირებას, ზედმეტ გადაღლას, გადათვირთვას და ასე შემდგომ, რათა ამით დამატებითი პრობლემები არ შეიქმნათ. მით უმეტეს, მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა აქ უკუმავალი, ეცი თქვენ რეტროგრადული არის, შედეგად იგი გვაბრუნებს ძველ საქმეებთან, ძველ იდეებთან, ძველ განხორციელებელ პროექტებთან, მათი ანალიზის ან ახლებურად განხორციელების დროა და ხელს უშლის ეს მოვლენა ახალი საქმის დაწყებას, ახალი პროექტის განხორციელებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების დადებას და ასე შემდგომ. აი ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა ავნჩოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები ამ კვირის განმავლობაში დაიწყოთ პირველი ნიშნით ვერძით. ვერძისთვის უკვე უფრო რთული პერიოდია წინაკვირისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ტონუსი თქვენი ეცემა ამ პერიოდში, ამიტომ ვერძი უფრო ადვილად შეიძლება დაიღოს, უფრო ადვილად შეიძლება შეცდომებით დაუშვას, ამასთან ერთად სხვა სახის გადაუწყვეტი პრობლემები, მათ შორის სამსახურეობრივი ან დაუშვათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენ გქონდათ რაღაცა პრობლემები ჯანმრთელობასთან, რომელიც ბოლომდე არ მიიყვანეთ, არ გამოჯანმრთელდით ბოლომდე. აი ახლა შეიძლება ამ პრობლემებმა ასევე მეტად ეჩინოთ თავი. ამიტომ მიაქცევთ ყურადღება ჯანმრთელობას, მეტი ტაქტი, თავდაჭერა გამოავნეთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან მიმართებაში, რათა თქვენი ზედმეტი სიხისტით, აგრესიულობით აქ არ შექმნათ გარკვეული დაპირისპირებები და კონფლიქტები, რითიც შეიძლება ხელი შეუშალოთ თქვენს განვითარებას და წინსვლას. ამიტომ დადებით ტენდენციები უდავოდ გვექნება ამ კვირის განმავლობაში და ზოგიერთი იდეის რეალიზაციის საშუალებაც მოგეცემათ, მაგრამ ამ წყალქვეშა დინებების ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით. თორე თუ ეს ნეგატიური ტენდენციები წინა პლანზე წამოვიდა, მაშინ ასაკულა ეს დადებითი მეტად რთული იქნება ამ დადებითის წინა პლანზე წარმოჩენა და მათი რეალიზაცია, ესეც გაითვალისწინოთ. და ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 29 აგვისტოს და 2 სექტემბრის დღე და არ ვარგა 3 სექტემბერი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავადეულებს, საკმაოდ კარგი საინტერესო პერიოდია იმ კუთხით, რომ ერგო ტონუსი თქვენი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ანუ კურო უფრო შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, უფრო დინამიურია, შეიძლება ესე ითქვას. მოგეცემათ შესაძლებლობა გარკვეული იდეების რეალიზაციისა, ზოგადად თქვენი ამბიციის დაკმაყოფილებისა და ამასთან ერთად აუშვეთ, რომ გარკვეული სირთულეებიც მოსავალდელია თქვენს ცხოვრებაში, რომ დედამიწა მაინც უარყოფით ენერგოველშია, ეს ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. ანუ ეცადოთ, რომ ამ პერიოდში გარკვეულწილად ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ კონფლიქტების ტენდენცია კოლეგებთან, ნაცსაებთან, ხელმძღვანელებთან მაღალია. ამიტომ მეტი თავდაჭერა დიპლომატია გმართებთ, რათა ამით გვერდიაუღროთ ამ ნეგატიურ ტენდენციებს. თუ ამას შეძლებთ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ პერიოდი სულაც არ იქნება ცუდი, მათ შორის კონკურსებში, ლოტარეებში გამარჯვების კუთხით. შეიძლება შვილებთან ურთიერთგაგება მაიციოს, რომანტიკული ურთიერთობებისა და არსებული პარტნიორული ურთიერთობებისთვის საკმაოდ კარგი და საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს ეს კვირა. კარგია თქვენთვის 31 უბრალოდ 28 აგვისტოს და 1 სექტემბრის დღეები და აქ აღნიშნოთ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ 30 აგვისტოს და 3 სექტემბერს ეს დღეები ნაკლებად წარმატებულია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავადეულებს, ერგო ტონუსი თქვენი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ ამ ყურებოთ ცოტა ყურადღებით. სირთულეები შეიძლება წარმოექმნას კარიული კუთხით, ხელმძღვანელებთან ზოგიერთ შემთხვევაში არსთა სხვაობამ შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს, რამაც შეიძლება თქვენს ავტორიტეტზე და მდგომარეობაზეც ნეგატიურად იმოქმედოს. ამიტომ ეცადეთ, რომ ცოტა მეტი თავდაჭერა დიპლომატია გამოავლოთ მათთან მიმართებაში, ასევე ამშვენია თქვენთვის, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ახლობლებთან, ნაცსაებთან. მათი თანადგომა ამ შემთხვევაში იქნება წარმომავლიანი თქვენი შინაგანი, მათ შორის თუნდაც ფსიქოემოციური სტაბილურობისათვის. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 29 აგვისტოს და 2 სექტემბრის დღეები და არ ვარგა 31 აგვისტოს დღე.
რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნავდელებს, ენერგოტონუსი კირჩხიბთან მოემატებს. ინტუიცია ძლიერდება, რაც ხელსკობს სწორი არჩევნის გაკეთებას. ამიტომ გარკვეული პერსპექტივები მათ შორის შეიძლება მოიწვიოთ ახალი იდეები, ახალი პროექტები, ახალი თემები გაიცნოთ, შეიძლება გარკვეულწილად ახალი ინფორმაციაც მიიღოთ სწავლისთვის მათ შორის და ცნობიერების გასაფართოებლად სულაც არ არის ცუდი პერიოდი, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ არის ფინანსური დანაკარგი. აი მხრივ ცოტა ყურადღებით, ამიტომ ზედმეტ კაპიტალ დაბონებებს, ინვესტიციებს, ზედმეტი ფულის ხარჯს ცოტა მოვერიდოთ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ასევე პრიორიტეტები აგერიოთ. და ამ მხრივაც ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ეს პრიორიტეტების არევა ხელს შეუშლის სწორი გაწყვეტილების მიღებას და თქვენი პოზიციის სწორად დაფიქსირებას. ამიტომ დაიხმარეთ აუცილებლად ინტუიცია, რომელიც მოგცემთ უფრო სწორი პრიორიტეტის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების შესაძლებლობას. რაც გარკვეულ იქნება თქვენთვის 28 აგვისტოს და 1 სექტემბრის დღეები და არ ვარ 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღნიშნეთ, რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა. აქედან გამომდინარე, ვიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ რადგან ტონუსი ეცემა ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, შეიძლება უფრო ადვილად გადაიღოთ, უფრო ადვილად გაცივდეთ და ასე შემდგომ. აღნიშნეთ, რომ ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი. აი მხრივ ვიყოთ ყურადღებით, ამიტომ მოვერიდოთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს და ეს ის პერიოდია, როდესაც ზედმეტ საყიდლები, ზედმეტ ინვესტიციები ამისთვის ნამდვილად არ არის სასურველი პერიოდი. თუმცა არ არის გამორიცხული, შეიძლება ადრეული თქვენი საქმეებიდან გარკვეული ფინანსური დივიდენდებიც მიიღოთ და ახლა მიიღოთ ის ბონუსები, რომელსაც ელოდებოდით დიდი ხნის განმავლობაში. აი ამ მხრივ ამ პერიოდში შეიძლება გქონდეს სასიკეთო და სასიაოვნო მოულოდნელობაც. რაც გარკვეულ იქნება თქვენთვის 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 1 სექტემბრის დღე და ეს რიცხვი. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, კლიანობაში პერიოდი კარგია, იმიტომ რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, უბრალოდ ნეგატიურ ენერგოველშია, მაგრამ მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს. ამიტომ ის გაძლევთ საშუალებას, რომ გარკვეულწილად გაანეიტრალოთ ეს ნეგატიური ტენდენციები დედამიწისა და სხვებთან შედარებით უფრო მეტია თქვენში იղბალი. ამიტომ ევლიანობის ფონზე მაღალი ენერგოტონუსი, ჯანმრთელობის მდგრადობა, ფსიქოემოციური სტაბილურობა და სხვა სასიკეთო ცვლილებები ხელს შეუწყობენ მეტად თქვენს წინსვლას და განვითარებას. ამიტომ ამ კუთხით პერიოდი კარგია. მაგრამ ამავდროულად აღნიშნეთ, რომ მიაქცეთ ყურადღება, არ აღმოჩნდეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ. და გარკვეული სირთულეები შეიძლება წარმოქმნეს პარტნიორებთან, ხელმძღვანელებთან, ან ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებთან მიმართება, ისაც მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია გმართებთ. თუ ამას შეძლებთ, მაშინ კვირა იქნება საკმაოდ კარგი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 28 სექტემბრის და 1 აგვისტოს დღეები და არ ვარ 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები. ეს რიცხვები ცოტა ფრთხილად გავიაროთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, ვეთაუშვით, რომ რთული პერიოდი იწყება სასწორთათვის წლის განმავლობაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული, ერგოტონუსი თქვენი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ რაუნდლაურებმა ტენდენციებმა მეტად იჩინონ, შეიძლება თავი, ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ უკვე აგორებულია და ასევე მოშურნეები, ასე აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, რამაც შეიძლება დაასუსტოს თქვენი პოზიციები, მათ შორის სამსახურში, ბიზნეს სფეროში, შეიძლება შეგეპაროთ თქვენი მოქმედების ისტორიაში, რამაც შეიძლება დაძაბოს კიდევ სიტუაცია ან შეცდომები დაგაშვებინოთ. ამიტომ ეს ეტაკენას კბილი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვა და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან ცოტა მეტად დაისვენოთ, რათა ფრთხილად გავიაროთ ეს რთული, ასე ვთქვათ, თქვენთვის პერიოდი. ეს კარგი იქნება თქვენთვის 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და მოდი ეს ვთქვათ, არ ვარგა 28 აგვისტოს და 1 სექტემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აღნიშნეთ, რომ ერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ინტუიცია უფრო ძლიერია, ორგანიზატორული ნიჭი და უნარი შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ, პერიოდი ხელსკობს ახალი იდეის წარმოქმნას, ზოგიერთ შემთხვევაში მის განხორციელება შეიძლება აქ მეგობრული წრე განვითარდეს, ან მეგობართან მხრიდან დახმარებაც მიიღოთ, ამ სასიკეთო ცვლილებები უდავოდ არის, მაგრამ იღავით მაინც ყურადღებით. ზედმეტი თქვენი სიჯულე, სიხისტე, აგრესია, ზედმეტი პირდაპირობა და სარკაზმი შეიძლება გახდეს თქვენსა და სხვებს შორის ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირების ფაქტორი, რამაც შეიძლება თქვენი რეპუტაციას საგრძნობად გააფუჭოს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 31 აგვისტოს დღე და არ ვარგა 29 აგვისტოს და 2 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნავდებლებს, აქ ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ.
კარიული კუთხით სრთულებმა შეიძლება იჩინონ თავი კონფლიქტები მათ შორის განსგონალებთან, სპონსორებთან, მშობლებთან შეიძლება წარმოიქმნას, რის გამოც შეიძლება თქვენ რეპუტაციას დაკარგოთ, ავტორიტეტით შეიბღალოთ და სხვა სახის სრთულეები წარმოიქმნას თქვენს ცხოვრებაში. მაქსიმალური ტაქტი, თავდაჭერა გმართებთ მათთან მერთებაში და ამით უფრო სტაბილურად და მშვიდად გავლოთ ეს პერიოდი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები და არ ვარგო 28 აგვისტოს და 1 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხის გაზს, ზოდიაქოს ნიშნე დაავადების მოითხოვებთ, რომ პერიოდი კარგია იმ კუთხით, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება. ანუ ჯანმრთელობა უფრო მდგრადი, ამიტომ ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მოუთმენი, შესაძლებლობების ზოგიერთი იდეების რეალიზაციის საკიბოთ. ანუ არის კარგი ეს პერიოდი მგზავრობის, მოგზაურობის უცხოელებთან, აქტიური კონტაქტების უცხოეთში, სტაჟირების და უცხოეთში სწავლის კუთხითაც კი ვიმეორებ, აქ ძალიან კარგად შეგიძლიათ ვთქვათ, იპოვოთ პოტენციური პარტნიორებიც კი, რომელიც ხელში უწყობენ ასე თქვენ ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას, თუმცა იღავით ყურადღებით ფინანსების კუთხით. ფინანსური დანაკარგების ან არასწორი ხარჯვის ტენდენცია, ზედმეტი ხარჯვის ტენდენცია მოიმატებს. ამიტომ მოვარიდოთ ცოტა ზედმეტ ხარჯს ფინანსურს, მათ შორის კაპიტალ დაავადების და ინვესტიციების სახით. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 31 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 29 აგვისტოს და 2 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ უკვე ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, პარამეტრები თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ჭორებთან და ინტრიგებთან ერთად ავტომენასკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, სირთულეები შეიძლება წარმოიქმნეს ფინანსურ სფეროში, სადაც თქვენი მოტყუების თელობა მოიმატებს, ამიტომ აკონტროლეთ ყველაფერი, რაც ხდება თქვენ ზურს უკან, მით უმეტეს ფინანსური კუთხით და მოვერდოთ ყველა სახის სარისკო ოპერაციებს, მათ შორის ფინანსურ ოპერაციებს, გულისხმობ და საქმიან ბიზნეს ოპერაციებს, საჩვენების დაშვების ტენდენცია უკვე მაღალია. ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ ეს პერიოდი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 აგვისტოს და 3 სექტემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 1 სექტემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, პერიოდი ხელს სკობს თქვენი შემოქმედებითი ნიჭის და უნარის სახლიბურად გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ უფრო სწორი არჩევანის გაკეთება და ნაბიჯების გადადგმა ერთადერთი, მაინც ცოტა მეტად ეცადეთ დაეხნოთ რეალურ ფაქტებს და პრაგმატულ აზროვნებას, რათა ზედმეტმა ასე თქვათ ფანტაზიებმა და ილუზიებმა არ ეჩინონ თავი. ეს მთავარი პრობლემა, რომელიც აქ შეიძლება დისკომფორტის მომტანი გახდეს თქვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ჰარმონიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. გინდ პირადული ურთიერთობა, გინდ ბიზნეს საქმიანი, აერთობლივი აქ მათ შორის თანამშრომლობა, ერთიანობა, აზრებისა, სურვილებისა, გზნობებისა ხელში უწყობს უფრო მეტად თქვენს წინსვლას, განვითარებას და უფრო მეტად წარმატების თქვათ მიღწევას. ერთიანი შეიძლება ერთობლივი პროექტები პარტნიორებთან ერთად საკმაოდ კარგად განხორციელდეს, ან პარტნიორთა მხრიდან შემოვიდეს ესეთი იდეა, შეიძლება რაღაც ბიზნეს პროექტი, რომელიც შემოიტანს არა მარტო ფინანსურ წარმატებას, არამედ ხელში უწყობს მეტად თქვენი ავტორიტეტის დასს და შემდგომ თქვენ უფრო განახლებას და უფრო მეტად თქვენს განვითარებას. და ტრადიციულად ამ თქვათ ინფორმაციით მე გემშვიდობებით გისურვებთ ბედნიერ კვირას, ყოველივე კარგს, მომავალ შეხვედრამდე.